მოგესალმებით. კი, მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს იმედია გაკვეთილს ჩამაბარებთ ახლა და ყველას ნანახი გაქვთ გუშინ რაც გთხოვეთ ის, ანუ 50's Shades of Grey, კი არა და 50's დოკუმენტური პავტიდის შესახებ, რომელიც ძალიან გავს 50 Shades of Grey-ს, თუ მაინდა ფენზის იმართლა გაინტერესებს. ხო, ნუ აზრი. არ გავს, იმიტომ რომ ისეთი კადრები არ არის გამოყენებული, სადაც უშუალოდ ვიღაცებს აუპატიურებდა. უბრალოდ ფრაზებად არის, რომ ყვებიან ვის აუპატიურებდა, როგორ აუპატიურებდა, რა დაუპატიურებდა, სად დაუპატიურებდა, ნოდარ მელაძე. ძალიან მოუხდებოდა ყველაფერს. მაგ ფრაზას. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას არ ცალია მაგისთვის, მაგრამ ეგეთი ინფორმაციები მე ვფიქრობ, რომ ყველგან უნდა გაჟღერდეს რა. ხო, მოდი დავიწყოთ პირველ სერიაში რა ხდება. უბრალოდ ერთ-ერთი მსხვერპლი გაუპატიურების და მოწამვლის უბრალოდ მაშინ ეთყობა კარგად არიცოდა როგორ უნდა მოეწამლა ადამიანები, იმიტომ რომ აშკარად ახსოვდა იმ გოგონას რომ გაიღვიძა იმის შემდეგ. უჩივლა, მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ ქნა, რა თქმა უნდა. აგრეთვე არის მომენტი, სადაც მისი ბავშვობის ძმა კაცი საუბრობს, როგორ გაარტყა დედამისს და როგორ დაუძახა ბოზი, რომ გაჩუმდი შებოზოო და სახეში შემოარტყა ხელი. ბავშვმა დედას, ანუ ეს პავტიდი. ასევე მოყვა პირველი ნეგატიური ამბავი, ჩემი აზრით, მანდ ჩასაკლავი იყო ეგ ადამიანი. რაღაცა დაანონსა, უბრალოდ ძალიან ზედმეტად გააპიარა ეს ადგილი. ანუ 10 რეპერი უნდა შეკრებილიყოთ რაღაც თუ 15 და ერთმანეთში კალათბურთი უნდა ეთამაშოთ და ეს ლაივი ერთი ბასტომ რო YouTube-ლიგა გააკეთა და წარმოიდგინეთ რომ ბასტოს YouTube-ლიგა რო აქ გაკეთებული იქ რო ვიღაც ხალხი 9 ადამიანი რო გარდაცვლილიყო ხო ბასტო ხო აღარა ალბათ გაქრებოდა დედამიწიდან იქ ტვინდან მაინც რა როგორც ბინო მაგრამ არა ამ ადამიანმა ადგა და პასუხისგებლობა იყო ვითომ ამ 9 გარდაცვლილ ადამიანზე ისაუბრა რომ გარჩეო რომ ესე და ესეო რაც უნდა მოხდესო რაც უნდა შეიცვალოსო ამის გამოსასწორებლად რომ ესეთი რაღაც მეორე არ მოხდესო აი ეს უნდა გავაკეთოთო ყველამო და ამ დროს დარტიპებს იგი გადადიოდა რა აბიჯებდა ზედ რა ძალიან არა ადამიანურად ჩანდა მისი მოქცევა თავიდან თან იქ წარსულზე არის ერთად საუბარი რომ ამის პატარა ასაკშივე გარდაიცვალა და მაგის ბიძა რომელიც მომდევნო სერიებში ჩნდება იყო ერთ-ერთი სტრიტ გენგის მფლობელი პაზი გარჩე ნაბოზარი და დედამოწმუნოს ერთი იყო რა короче მარტივად რომ ვისაუბროთ პირველ სერიაში ხდება ეგ რა ის გოგო უბრალოდ ყვება და პლუს არის რაღაცა ისეთი ინფორმაციების შემოტანა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს ამის backstory-ს გასაგებად რა. ანუ ჰარვარდში სწავლობდა, მე მგონი თუ სადღაც რაღაც კაი სკოლაში სწავლობდა, короче უნივერსიტეტში მიატოვა ეს ყველაფერი და დაიწყო ანდრესთან ერთად. ანდრე იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პროდიუსერი და რეპერი, კაიროჟა იყო თან, ტიპიც კაი იყო. просто რაღაც ეტაპზე რომ მიხვდა და ანდრე იყო ძალიან ეგოისტი რა, ანუ მაგრამ კეთილი ტიპი იყო, ანუ ბოროტ ტიპი არ ყოფილა არასდროს ეგროშა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია მაგაზე ნეგატიური ვინმეს რამე ეთქვას რა. და რაღაცა ეტაპზე ფავტიდიმ რო გაიჯვა, ამან უთხრა რომ აი იდი ნახუიო რა, წადიო. და გაუშვა გააგდო თავისი ბენდიდან, რომელსაც რა ერქვა არ მახსოვს. ჰევიდი და რა ერქვა? ნუ არ მახსოვს ახლა რა გავაკეთო. და вообще Puff Daddy-ს თავის დროზე Puff Daddy ერქვა, რო იცოდეთ. Sugar Daddy. Daddy chill. ხო და გააგდო ამ ანდრემ. დროულად მოიშორა, მე თუ მკითხავთ რა, იმიტომ რომ მაგის მერე ვინც შონ კომპსთან რაღაცა ურთიერთობა დაიჭირა, ყველამ ან სიკვდილი ნახა, ან ციხე. რატომღაც აი Puff Daddy-ს გარშემო არსებობს ადამიანი, ვინც მაგასთან ერთად საქმეს აკეთებდა და ან გადარჩა და ბედნიერია, ან სროგზე არ იჯდა და ან არ მოკლეს, короче. ყველას ეგეთი დასრული აქვს, რომ ან გაუპატიურეს, ან ისქნეს, ან ესქნეს. короче, ну რა აზრი აქვს.
მოკლედ ძალიან ბევრი ლეიბლი ყავდა ჩაბარებული რა. და სხვათა შორის BIG-ც ანდრესთან იყო მისული და ანდრეს ტიპი უნდა ყოფილიყო BIG-ც, მაგრამ ეს ფაფტიდი ესეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ თავის ლეიბლის ქვეშ ვინც მღეროდა, ხო, არავის არ აძლევდა ფულს. ანუ ცნობადობას ყველას პირდებოდა კონტრაქტის მიხედვითაც რა, ამ კონტრაქტშიც ეგრე ეწერა, რომ ვიღაცას რომელიღაცას ინტერვიუერს ნათქვამი აქვს, რომ respondents so he's promising the fame but not the fortune ანუ გაგაცნობილებს მაგრამ ფულს არ უნდა ელოდო მაგ ადამიანისგან რა ხო და ეგეთი ძუნწი ადამიანი იყო და ვიღაცებს იმენა აპახავებდა ძალიან დიდხანს ამათი იმით ფულს შეუვლობდა და თვითონ იმათ იკიდებდა რა იმიტომ რომ იცოდა რომ ისინი რომ ამისგან ფულს ელოდებოდნენ ამას უფრო მეტად შეეძლო მათი კონტროლი და ეს ყველაფერი კარგად არის ახსნილი და კარგადაა ვიდეო კადრებით ნაჩვენები 50-ის დოკუმენტურში. ბევრი რაღაცა იყო ძალიან კარგი რა. იმედია თუ დაუშვათ არ გინახავთ აქამდე ხო აი ახლა რასაც მოგიყვებით იმის მიხედვით მაინც ნახავთ მე მაგ დოკუმენტურს რა. ჯერჯერობით ჩემი კატის გამო ალერგია ისევ მაქვს და თვალები მეწვის და მეკავება, მაგრამ მე არ ვნებდები და მაინც ვიღებ ვიდეოებს. ხო ახლა შემდეგი რა უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ბევრი ის შემოიტანეს, რომ BIG-ის და Tupac-ის მკვლელობა ორივე არის ფაფტიდის ბრალი. და სხვათა შორის უშუალოდ Tupac-ზე მე ყველაფერი მეგონა. მეგონა რა, მართლა მეგონა რა, იმიტომ რომ ნათქვამი ქონდა კიფიდის, რომ ჩემი წილი არავის არ მოუციაო. და კიფიდი იყო დაკავშირებული ფაფტიდის კომანდასთან, იმიტომ რომ აი გუში მახსენე კიდევაც კრიპსი რო არის იმ კომანდასთან იყო ახლოს რა ამ კრიპსთან. ეს კიფიდი იყო მაგბანდის მეტაურივით რა, რაღაცა ეგრე ჩავთვალოთ მოდი. ხო და აი მე ჩემი წილი არავინ არ მომცაო ფულიო. მაგას ძახის 9 მილიონია და ფაფტიდის თავის სიმღერაში აქვს ნათქვამი რომ ბევრს ვლაპარაკობ თორე თქვენს თავზე I'll put the bounty of millions on your head ანუ millions გავათამაშებ იმაზე ვინც მოგკლავთო რა და კარჩე რაღაცა ეგეთ შინაარსის იმას ბაზრობს და თუ მან წილს არ აძლევენ ნახევარს რომ my half was never given to me კიფიდი თუ მაგას იძახის კიფიდი არის ადამიანი რომელიც ციხეში ზის და არჩი ხომ მიხდით რა ყველაფერს ხომ მიხდით ანუ კიფიდი არის ადამიანი ვინც ისჯება იმის გამო რომ წესი Tupac-ი მოკლა მაგრამ ფული არ მიუწია მაგისთვის არავის. იმიტომ რომ გუში მახსენე კიდევაც რომ ბიძამისი არის ერთ-ერთი განგსტერი როჟა იყო ამ ფაფტედის ეს პაზი და ამ პაზს და კიფიდის დაევალა ჩათვალეთ რომ Tupac-ი და შუგა უნდა შუგა არა ღმერთმა დაიფაროს შუგა ომალიც და ჩემი საბაც მაგრამ შუგნაითი უნდა მოეკლათ რა შუგნაითი იყო Death Row-ს თავი, იდეაში თავიდან მარტო მუსკული იყო ეს ტიპი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი როჟა იყო რა, ბიზნესშიც თემა როჟა იყო და ბოდიგარდი იყო რა, რეპერების. მაგრამ შემდეგ ისე გაიქაჩა რომ ეს Death Row მაგან ჩაიბარა და ძალიან კაი განგსტერი იყო რა, დაჟე, ეხა სროგზეზის. ბოლოს მოკლა ერთი ადამიანი, მე მგონია რომ ის ადამიანიც მოსაკლავი იყო. და არ მგონია რომ რაღაცა ესე რენდომ ტიპი იყო რომელიც შემთხვევით შემოაკვდა მე მგონია რომ სპეციალურად დაეჯახა იმ ადამიანს mankind დაეჯახა ორ ადამიანს რა ერთი გადარჩა ვისი მოკლაც უნდა და ვერ მოკლა ის და მეორე ადამიანი რომელიც მოკვდა იძახიან რომ რაღაცა ვითომ ის იყო 28 წლიანი ის როკენიცას 2015 წელს კაროჩე შუგნაითი კაცი იყო ყვერები ცარიელი ყვერები და მე არასდროს არ დავსნიჩავო რა დაჟე ფაფტედისაც არ დავსნიჩავო მაგას იძახის არასდროს არ ჩაუშვებ მაგ ადამიანსო მაგრამ როგორც კი ჩემი ის გავაო მე უკან დავბრუნდებიო რა მაგას იძახდა რაոնც როკიდან რო გავალ უკან შემოვალ შუგნაითი იყო ძალიან ახლო ადამიანი Tupac-თან Tupac-ი მაგან წაიყვანა და Tupac-ი ძალიან ახლოს იყო BIG-სთან ან სრულიად ძმაკაცები იყვნენ რა
ძალიან მოსწონდა, უბრალოდ არ ევასებოდა Tupac-ს ფავტიდი და ფავტიდი ეჭვიანობდა Tupac-ზე და მე მგონია რომ ყველაფერი მანდიდანაა დაწყებული, რომ ეს დიდი ტიპები, ვინც B.I.G-ს გარშემო იყვნენ, მაგათი მოშორება უნდოდა რა. და შემდეგ ის ჰითემაფი რო ჩაწერა Tupac-მა, მე არ მგონია რომ მან დიმის ცოლზე არის B.I.G-ს, მაგრამ B.I.G-ს ცოლზე უეჭველი, მაგრამ პროსტა რატო აკეთებს მაგ ყველაფერს Tupac-ი მე მაგას ვერ ხვდები რა, დღემდე ერთადერთი ამოუცნობი შეკითხვა არის ის, რომ ერთ დღეს რატო გადაწყვიტა, რომ Tupac-მა B.I.G-ს ცოლზე ეგეთი რაღაცები ჩაეწერა. ისე I fucked your bitch and the bitchy bitch. ხო იცით ეგ მომენტი რა. ხო და ვერ ხვდები. თან პარალელურად აქეთ პავტედი არის ნოტარიუსთან ერთად. ნოტარიუსი მაგარი როჟა, ძალიან მაგარი როჟა არის, ყველას ევასება, არავის ნეგატიური არ აქვს, რა თქმა უნდა. ძალიან ისე არალოგიკურად ჯდება ყველაფერი რა. არალოგიკურად კი არა, ძალიან ლოგიკურად ჯდება ყველაფერი. ეს ფავტედი ხო ძალიან ძუნწი ადამიანი იყო, ამაზე ხო გავიარეთ ყველაფერი და ისეთი რაღაცები ისაუბრეს, რომ Tupac-ი ესწრებოდა ხოლმე B.I.G-ს კონცერტებს და თავისთანაც კი პატიჟებდა რა, ეს West Coast-ი და East Coast-ი ადრე არ იყო რა, ანუ ეს ყველაფერი არის ჩათვალეთ ფავტიდის დაწყებული, რომ ეს West Coast, East Coast, მაგათ რო ერთმანეთთან ხიპიში მოვიდათ, ანუ Tupac-ს და B.I.G-ს ეს ყველაფერი არის ფავტიდის გამოწვეული ფაქტობრივად. იმიტომ რომ Tupac-ს ეუბნებოდა, რომ მოდიო ერთხელ სადღაც ეპატიჟებოდა თავისთან, რომ რაღაცა სიმღერა უნდა ენახებინათ B.I.G-ს თუ რაღაცაზე ეპატიჟებოდა, ნუ რა აზრი აქვს და ამ დაპატიჟების დროს სადაც მივიდა იმ შენობაში ორი ტიპი დახვდა, B.I.G-მ გაუშვა თავის ძმაკაცი, რომ მიდი დახვდი ამოიყვანეო Tupac-სო და ლიფტიდან რომ გამოვიდნენ ორი ტიპი დახვდათ, რომლებმაც დაცხრილეს რა და ძარცვად ჩაითვალა პოლიციის მხრიდან ეგ ყველაფერი და Tupac-ი იძახდა, რომ როგორ შეიძლება ძარცვა იყოსო, როცა $80,000 როლექსი ხელზე დამიტოვესო რა, ანუ ეგ რა ძარცვაო რა, ანუ რა რისი გაძარცვა უნდათ, პროსტა დაბრედო უნდათ ჩემიო და პროსტა ეტყობა Tupac-მა იფიქრა, ბევრი იფიქრა, ცოტა იფიქრა და ეგონა რომ B.I.G-ც გარეული იყო მაგ საქმეში, იმიტომ რომ B.I.G-ს სიმღერის მოსასმენად მიდიოდა, თუ ალბომის მოსასმენად მიდიოდა და მაგრა გაუტყდა ეგ ყველაფერი და მაგის მერე მაინც კიდე Tupac-ს B.I.G-სთან ჰქონდა რაღაც კომუნიკაცია და უნდოდა რომ რაღაცნაირად მოეშორებინა ფავტედი B.I.G-სთვის, მაგრამ ვერ ქნა ეს ყველაფერი. საბოლოოდ როგორც დამთავრდა თქვენ ჩემზე უკეთიცით, დაცხრილეს ბატონი Tupac-ი და Suga. ვიღაცები იძახდნენ, რომ ეგეთ თეორია არსებობს, რომ ამ Suge Knight-მა დაბრიდაო ისა Tupac-იო. მაგრამ Suge Knight იჯდა Tupac-ის გვერდზე და დღემდე თავში ტყვია აქვს მოხვედრილი ტიპს, ანუ თავში მოხვდა ტყვია და გადარჩა. და დღემდე იქ აქვს ტყვია, არ გამოუღიათ. და ეგეთ რაღაც არის ამ ადამიანი, ხო, ძალიან მარტივად და ლოგიკურად რომ მივყვეთ. ხო და მანდან გამომდინარე, შემდეგ ამ კიფიდის ჩააწერინეს როგორი რაღაც იცი, არ ვიცი ეგეთ რაღაცა არ მეგონა თუ არსებობდა ოდესმე, მაგრამ საუბრობ, პროსტა რასაც საუბრობ, შენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ სასამართლოში რა. და ეს კიფიდი იქ თავისუფლად საუბრობს, მაგის ჩანაწერიც არის, ყველაფერი ისმინება, ყველაფერი კარგად არის. და ბაზრობს, რომ, კაროჩე, ჩემი ნახევარი არ მომცეო, ემან ფაფმაო. და походу ის მითხრაო, რომ Suge Knight-ი რო არ მოკვდაო, მაგის გამო არ ვიხდიო მეორე ნახევარს რა, იქ 1,2-ზე იყო რა. და მაგის გამო ეს კიფიდი თალკე იყო აღრენილი ფავზე, რა თქმა უნდა. და ყველა აღრენილი იყო რა, მოკლედ მარტივად რო გითხრათ ამ ფავზე და მაგის გამო შეიკრა აქეთ Death Row-ში Tupac-ი და Suge ერთად მაგითო გაიჩიტნენ რა ვაფშე. იმ დაცხრილის მერე აღმოჩნდა Suge-თან Tupac-ი. მე ჩაიწერა ის ითემაფი, გააბრაზეს, მე აქეთ ნოტარიუსმა უთესლესი დისები დაწერა, მაგრამ ნუ როგორც ასეთი ხო მე მგონია რომ მაგორ ადამიანს ერთმანეთისთვის კარგი უნდოდა რა Tupac-იც აღფრთოვანებული ან ბევრი ვიდეოს ნახავთ
სადაც თუფაკი აფრთოვანებული უყურებს BIG-ს და სურათებს ნახავთ და პირიქით. ის რომ კონცერტ თავის West Coast-ში კონდათ კონცერტი და BIG რო გამოიყვანა, აი იმენა პატარა ბავშვი რო ბედნიერი არის თავის ძმაკაცის წარმატებით, აი მე რო რა ვიცი, ვიღაცებს უყურებ, აი თუნდაც, აი კვარას რო უყურებ ფეხბურთს რო თამაშობს, აი ეგეთი თვალებით უყურებს, როგორც მე ვუყურებ კვარას, რა ჩათვალეთ. თუფაკი ეგრე უყურებს BIG-ს რა. ხო და მაგის მერე თუფაკს დახვდნენ კიდე სადღაც. ოღონდ იქ არ უსვრიათ. რაღაცა დაუპირეს და რა თქმა უნდა ვინც დააპირა ის ტიპი მოკვდა შემდეგ და რომელიღაც ბეისბოლის თამაშის თუ რაღაც თამაში ბასკეტბოლის თამაში არ მახსოვს რაღაც თამაშზე იყვნენ თუ კონცერტზე მისულები თუფაკი და თავის კომანდა და იქ დაინახეს ის როჟა ვინც დახვდა და იქ ადგილზევე ჩხუბი დაიწყეს ეს იყო ნათესავი რომელიც ამ კიფიდის ნათესავი არის ეს რაღაცა ვიღაც ჯონსონი იყო თუ ვიღაც ანუ არა ორლანდო რაღაც ქვია რა მე მგონი. არაფერი ისეთი დიდი ფიგურა არ არის, მაგრამ იდეაში ეგრო გააყლევეს თემაში, მაგის გამო ატყდა თემა, მერე ყველაფერი. ხო, მაგის მერე უკვე უშუალოდ ჩაცხრილვა მოხდა, რო ჩაცხრილეს აქეთ აღარ მიესვლებოდა მოკლედ მარტივად რო გითხრათ BIG-ის თუფაკის სამეფოში რა, იქით ვერ გადადიოდა. მერევა ეს დასავლეთ და აღმოსავლეთი და მაგაზე ნუ ჯამაჭერთ ახლა რომელი არ ვიცი. მარცხენა და მარჯვენაც მერევა და მაგის ბრალია ყველაფერი ალბათ. ხო და ნუ როგორც კი BIG-ს ეგეთი ეგ ამბავი რომ მოხდა BIG-ს მაგრა გაუტყდა რა და ფავტიდიმ ადგა და რაღაცა ის ჩანიშნა რა პარტი თუ რაღაც კონცერტი ჩაუნიშნა BIG-ს იქ და იმ კონცერტიდან მე ლონდონში უნდა წასულიყვნენ და პირველი ამერიკელი რეპერები უნდა ყოფილიყვნენ პირველი ამერიკელი რეპერები უნდა ყოფილიყო BIG ვინც ევროპულ პრესაში შეხვდებოდა ესე რა ლონდონში აპირებდნენ წამოსვლას და ბილეთები გაუქმებინა თავის ბავშვობის ძმაკაცი ყავდა მეთქი რომ თქვი გუშინ ბავშვობის ძმაკაცი ყავდა ვისთან ერთადაც დაიწყო თავიდან ეს ყველაფერი Bad Boy Production-ი და ამ Bad Boy Production-ის 25% ერგებოდა ამას და ყველაზე ნაბოზრობა რაც გააკეთა თავის სახელზე არ გააკეთა იქ 9 ადამიანი მოკვდა თქო რო გითხართ ანუ მე კალათბურთის თამაში შეკრა თქო 9 ადამიანი მოკვდა თქო რო გითხართ აი 9 ადამიანისთვის ფული იმათი ოჯახებისთვის ფული რო მიეცა თავის სახელზე კი არ გააფორმა ეს Bad Boy Production-ი გააფორმა დედამისის სახელზე ან ნაბოზარ ხო და 25% იყო ამ ბიჭის რა ამ თავის ძმაკაცის რომელიც მერე საბოლოო ჯამში სექს უალ ასაულტის მსხვერპლიც იყო როგორც იძახის ბოლო ნაწილში იძახის მაგ ყველაფერს короче ну თუფაკის დაცხრის მცდელობა ერთხელ ქონდა უკვე ძმას მერე იქ თუფაკმა რაღაცები გაუფუჭა ამის კომანდას იმიტომ რომ ყლებურად ექცეოდნენ სწორად გაუფუჭა ანუ თავს იცავდა ჩათვალე ანუ ეხა უბანში რო ჩადიხარ და ვიღაც ტიპი რო გირთავს მე სადღაც რო ნახო მოუტყნო და ის ხო ეგრე არის ანუ ადამიანები თუ ვართ ადამიანები ვიყოთ მე ვფიქრობ რომ ეგ სწორი არის ვიღაც ადამიანი თუ ცდილობს რომ მე რაღაცნაირად ზიანი მომაყენოს რაღაც ეტაპზე იმას მივხვდები რომ იმან რო არ მომაყენოს ზიანი ჯობია მე მივაყენო ზიანი და ზუსტად ეგ გააკეთა თუფაკმაც და მაინც ვერ გათვალა რომ აი მკვლელობაზე იყო წამსვლელი იქით ტიპი რა ეგ ვერ გათვალა კარგად და მაგის ბრალი იყო საბოლოო ჯამში აი მაგიტო უნდა უფრო მეტად იყო კონცენტრირებული საქმეზე რომ აი ვიღაცა რაღაც გიფუჭებს უნდა დაბრიდო ჩვენ ქვეყანაშიც ბევრი ფავტიდი არის ფავტიდი გამოდგა ადამიანი რომელსაც არ აქვს არანაირი მენტალური მდგომარეობა კი არა აი არაფერი არ ჯერა თავის არაფერი არ გააჩნია ეგრე გონია და ყველაზე მაღლა უნდა იდგეს და ასე შემდეგ და ეგეთი ადამიანები ჩვენ ქვეყანაში ბევრი არიან და ფულის გამო და არა მარტო ფულის გამო ბევრი რაღაცების ძალაუფლების გამო და ვიღაცები ყველა სფეროში რა YouTube-ის სფეროში შეიძლება ეგეთი ადამიანის მონახვა ეგეთი ადამიანები არსებობენ და მაგ ადამიანებსაც დედამოეტყნებათ რიგითობით პროსტა ისეთ პონტია რომ ჯერ საკმარისი დრო არ არის გასული იმისთვის რომ ეგეთ რაღაცები მოხდეს რა
ბევრი ადამიანი არის ეგეთი ძალაუფლების მოყვარული იმის გამო რომ აი არ გააჩნიათ არაფერი და იციან რომ არაფერს არ წარმოადგენენ აი ვიღაც ერთ-ერთი ქალბატონი მაგის ასისტენტი ბაფტიდის ასისტენტი ბაზრობს რომ როცა მაგასთან ერთად ვიჯექიო ოთახშიო ალბათ ყველაზე დიდი როჟა იყო კი არა როცა უცხო ხალხში ისდაო ალბათ ყველაზე დიდი როჟა იყო დედამიწაზე მაგრამ ჩემთან ერთად რო იყო ესეთი იყო რა ძალიან პატარავდებოდაო და ხო აი ეგეთი ადამიანები ბევრი არიან რა ვიღაცებზე რაღაცები ვინც იციან იმათთან ძალიან ჯაჯმულები არიან და როგორც კი ის ადამიანები ქრებიან მე უკვე იჯვამენ თავზე აბა ღმერთები გონიათ თავ ხო და ეგეთი რაღაცები ისაა რა ეგეც მოყმარებადი არის კარგი ყველაფერი მე ვიქნები 50 ცენტი საქართველოს და მე გადავიღებ დოკუმენტურებს აქ ვიღაც ხალხზე მე просто ყველაფერი იცის და მაინც არავინ არაფერს არ აკეთებს და მაგის ბრალი არის რა საბოლოო ჯამში რა და просто ფავტიდის იმიტომ არ შერჩა არაფერი რომ აქეთ მხარეს ვინც იყვნენ ყველა ყვერებიანი ტიპი იყო რა და ჩვენ ქვეყანაში კიდე ეგრე მარტივად არ ხდება რა არ ლაგდება რაღაცები ხო და მაგის გამო არის რომ ვიღაცები ჩუმად არიან რომ აი ჩაგრავენ და ვიღაცები ჩუმად არიან რომ რაღაცებს ვერ აკეთებინებენ ვიღაცები ჩუმად არიან რომ იმიტომ რომ რა ვიცი გააუპადეურე შეიძლება კიდევაც ჩვენთანაც იქნება ეგეთი ამბები კაც ეგეთი რაღაცები ყველგან ხდება და ადამიანების ნეგატიური რაღაცები გავჩე ეგეც გამოსასწორებელი გვაქვს ქვეყანას მაგრამ დაუბრუნდეთ ისე ბაფტიდის მოკლედ თუპაკი ორჯერ ჩაცხრილა მეორედ მოკლა უკვე და BAG წაიყვანა თუპაკის სამფლობელოში იქ სადაც ყველას ეზიზღება BAG და ბაფტეთი და ყველა ფიქრობს რომ BAG-ის მოკლული არის თუპაკი ადგა და იქიდანაც არ გაუშვა იქ BAG-ის ბაზარი არის რა კოლი აქვს იმ ბავშვების ძმაკაცთან ბაფტიდის ბავშვების ძმაკაცთან და ეუბნება რომ გარჩეო არ მინდა ვაქტორ ჩენაო კაცო წავიდეთ ლონდონში რა უნდაო ამასო რა და იმას გააუქმებინა მაინც ბილეთები ფრენის ბილეთები თან ყველას აშანტაჟებდა და ყველას ცუდად ექცეოდა რა ფაქტია და ყველას ეშინოდა მაინც ბაფტიდის და მაგის გამო ამ ტიპმაც დააკენსელა და მაგის გამო მოკდა კიდევაც მე BAG ხო და მე მგონია რომ ძალიან სწორად მოაკვლევინა თუპაკი ტიპებს რომ მე BAG-ს შეტევენ და მე BAG-ც დაბრიდა მე ბაზრობს რომ BAG-ო ჩემი მეგობარი იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ყველაზე დიდი ის გასვენება უნდა მოუწყო თელს ნიუ-იორკში ყველა უნდა მოვიდეს და ეს გასვენება რომ მოაწყო ბოზიშვილი იყო გააკეთა იმ ფულით ანუ ეს მთელი ეს გასვენება მოაწყო $140,000 რაღაც დაიწყდა და მთელი გასვენება მოაწყო იმ ფულით რომელიც BAG-მ გამოიმუშავა მაგის ლეიბლისთვის ანუ BAG-ის ფული გადაიხადა აი ეგეთ დედამოწმული ადამიანი არის წარმოიდგინე ახლა აი ჩემი რომელიმე მაგაცი ღმერთს ყველა დაიფაროს კაცო რა ჩემი რომელიმე რაღაცი რომ მოვკვდეს რომელიც ჩემი პარტნიორია პახოდო და მე რომ მაგის ფულით გადავიხადო ის და მე შევიწერო რომ აი ესეთი თესლი რო შევარ რომ ესეთი ის გაუკეთე და მაგაზე ყველაზე უარესი ისაა რომ Rolling Stone არის ერთი ეგეთი გაზეთი მაშინ ძალიან ცნობილი იყო ამერიკაში გაზეთებს უფრო დიდი ყურადღება ექცეოდა მაშინ რა მაგ პერიოდში ხო და მაგის გარეკანზე უნდა დაბეჭდილიყო BAG და ამან რაღაც ალბომი დაანონსა და ყლეს დაიკიდა ვაფშე BAG მოხსენითო მე ჩამსვრთო რა და Rolling Stone-მაც გააკეთა ეგ ყველაფერი და ბაფტიდი იყო წამოჭიმული დედამოწმული არსება კიდე რა არის გაუპატიურების მცდელობებზე და თავის ცოლებს რო ცემდა და თავის ცოლებს რო ხალატობდა და ერთხელ ამ თავის ბავშვების ძმაკაცმა შეუსწრო არა უთხრა რომ შემოდიო ოთახშიო რა და შევიდა ეს ოთახში და პროსტა ვიღაცა გოგო რაღაცა იმას უკეთებდაო რა და მკითხე რომ რის გამო დამიძახეო და არაფერი ისეო ამ ტიპმა პროსტა დაანახა ამ ტიპს რომ ვიღაცა გოგოსთან რაღაცა ქონდა რა ეგეთი ეგ არის პატარა ჭუჭუს კომპლექსი მგონია მე მაინც რა შეიძლება პატარა ჭუჭუსი არა მაგრამ შენ თორე ხარ პატარა ჭუჭუ მაგის კომპლექსი შეიძლება იყოს რა ან პატარა ჭუჭუ გაქვს ან შენ თვითონ ხარ პატარა ჭუჭუ და მაგის გამო ეგ ორივე კომპლექსი ერთმანეთში ვაერთიანებს რა და უნდა და დიდი ყოფილიყო და ვერ იყო რა პატარა ჭუჭუ რო იყო მაგ პონჩი აი უფრო ისეთ რაღაცებს აკეთებდა რომ აი დიდი ყლე უნდა გამოჩენილიყო ხალხში და მაგას ჩალიჯობდა და გამოსდიოდა კიდევაც აშკარად იმიტომ რომ ყველას ეშინოდა მაგის მაგის შემდეგ არის ძალიან ბევრი მსხვერპლი ადამიანის საუბრები. Კარჩე, თუპაკის და ბიგის მაგის მოკლულია, მარტივად რო ვთქვათ რა. და 50 მე ყველაფერი კარგად იცოდა, Eminem-მაც ყველაფერი კარგად იცოდა, პროსტა, ნუ
უიმისოდ ვერ დაიჭერა ადამიანს რა მტკიცებოდა მაგიტო იდგა ძმა 50 და 10 წელი აგროვებდა ამ ინფორმაციას რომ მე აი ბოლომდე დედა რომ მოტყნო და ფავტიდის და რო არ გამოეშვათ რა მე ვფიქრობ რომ ეხა მაგ ფილმს ვინც ნახავს არავინ აღარ გამოუშვებს იქიდან და თუ გამოუშვეს მაინც გარეთ არ გამოესვლება რა ანუ როგორც მინიმუმ ხალხი ხო ვართ ჩვენი შეხედულება ხო გვაქვს ვინმე ხო არ დავჯდებით და ისე პროპაგანდას იყენებდნენ თან როცა კარჩე მაგას პირველად რო უჩივლეს ჯერ ხო ჩაჯიმული იყო ვიღაცა ადამიანებს თხოვდა რომ მიდიო ჩემს დადებითათო ჩემზე დადებითი კომენტარი გააკეთეო რომ ის არისო რა თავისი ჯგუფი ყავდა ორი გოგო იყვნენ ამ ჯგუფში და ერთ-ერთი გაუპატიურებული ყავდა და მეორეს ეუბნებოდა რომ ჩემზე რაღაც დადებითი თქვიო იმიტომ რომ მეორე მუჩილო походу არის რაღაცა გადაცემა game show არა შოუ იყო რაღაცა სატელევიზიო სადაც ბენდს კრავდა ტიპი და ეგ მიყავდა იმას რა შონკომს ფავტიდის და რომ მიყავდა იქ არჩი ერთი გოგო რომელიც გაუპატიურა რამდენჯერმე აშკარად იმიტომ რომ ვიღაცა ხალხი არიან ვინც იძახიან ამ გოგოს არაფერი არ ახსოვს იმიტომ რომ გათიშული იყო აუპატიურებდა ამ გოგოს და ვიღაც გოგომ შეუსწრო და ვიღაც გოგო რომ შეუსწრო ეხა გოგოსთვის ძალიან მარტივი იყო რომ იმ ბენდის სოლისტი დაინახა გათიშული და იდო იქო რა და ერთი ეს პავტიდი აუპატიურებდა და სახესთან იდგა მეორე კაცი რაღაცა გორდოინ თუ რაღაცა რა აზრი აქვს მაგას რა არსებით მუშაობა და ესე აუპატიურებდა და ძალიან ბევრ ადამიანს და არა მარტო ქალებს რა მე რაღაც ეტაპზე ერთი ტიპი ყავდა რომელიც ბოლოს ალბომზე მუშაობდა მაგის ალბომზე პროდიუსერად რა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გაიჩითა ეს და 7 თვე წერდითო გაარჩეო რაღაცა 8 bars რა 8 bars რა სიმღერა შედგება 16 ბარისგან და 16-დან 8 ნახევარს წერდი 7 თვე იმდენად ყლე იყო რა ეს პროდიუსერიც არის ბაზრობს რა და მე კარჩე დავამოხმე რომ ძალიან ბევრჯერ ვიწამლებოდიო მაგრამ იმ ხელა ფული იყო რომ რაღაცებზე თვალს ხუჭავდიო რა დაჟე ამის თვალწინა მაგან და მაგისმა შვილმა ფავტიდიმ და მაგისმა შვილმა ჯასტინმა ვიღაც ტიპი დაცხრილეს რა ვიღაც ტიპს ესროლეს რა და მე ეს მე წმენდიო მაგრამ ჩუმად ვიყავიო იმის გამო რომ $250,000 მაინც ვეღებოდიო ამ საქმის მორჩენის მერეო და საბოლოო ჯამში ისე დაალაგდაო ყველაფერიო რომ ვაფშე ის $30,000 ზე მოუწიათო რომ 100 ჩემპიონი სულ თავიდან რომ დავიწყებო ხო და კარჩე საბოლოო ჯამში ეს ადამიანი იყო პატარა ჯუჯუ იყო ან პატარა ჯუჯუ ქონდა ეხა არ ვიცი მაგის ჯუჯუ რა ხელა არის არც მაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ ნუ პატარა ჯუჯუს კომპლექსი გააჩნდა და უნდოდა რომ ყველასთვის რაღაც დიდი ვარ და მე ძლიერი და მე მაგარი როჟა ვარ და მე აი ვისაც რას ვიცახი ყველა აკეთებს და ეგეთი ის უნდოდა რა მართველი როჟა უნდოდა რომ ყოფილიყო რა და აი ვერ ეგუებოდა რომ რაღაცა ყლე იყო სინამდვილეში თვითონ თავის თავთან რომ დარჩებოდა ყოველთვის ეცოდინებოდა რომ ყლე იყო რაც უნდა ილაპარაკო ყოველ საბოლოო ჯამში ყოველთვის ეგრე ხარ რა ადამიანს რომ რაღაცა გააქვს პრობლემა შენში და რომ მალავდა რომ გადიხარ გარეთ ხო და იქ რომ მალავდა ეს რომ დადიხარ ყოყოთ ყეყეჩობ რა აი ბულერები ვინც არიან იდეაში ბულერები იმიტომ იჩნდებიან რომ სადღაც ყველგან აბულინგებენ ამას და ურჩევნია რომ აი აქ მაინც მე დავასწრო და მე არავინ შემეხულა ოი თქვენ დედას უპირე ხო და ბულინგის მსხვერპლი რო არ ტიპი ბავშვი რო ეხა ბულინგის მსხვერპლი ოჯახში ხო ის გარეთ რო გავა რაღაცა ყლებობას იზამს ვიღაც დააბულინგებს აბა რას იზამს იმისგან რას უნდა ელოდო და ეგეთი როჟა იყო ალბათ რა თან ეს დედამისიც მაგარი ყლე იყო საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ბოზობდა ვაფშე და არავინ არ ეხებოდა ამას და ეთყო ვიღაცა განგსტერთან ქონდა რაღაცა ისენი რა არა დადებითი კომუნიკაციები და მაგის გამო მოხდა იქ ყველაფერი კარჩე რა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სწორად მოვყევი ყველაფერი და რაც მოვყევი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაგაინტერესდა ამ თემამ მაგრამ აი რა ვიცი საქართველოს შოუ ბიზნესიც კაი გასწვენდი არის რა მაგარი გასწვენდი არის იმათი არ იყოს და ვაფშე შოუ ბიზნესის დედა შევეცი ადამიანები უნდა ვიყოთ ადამიანები რასაც უნდა მივაღწიოთ ზოგადად ადამიანები ხო ანუ რის გამო ვაღწევთ მაგას ვერ ხვდებით
ნებისმიერ მომღერალი, იმიტომ არის ცნობილი მომღერალი, რომ სხვა ხალხი უსმენს და ამ ხალხის მიმართ პატივისცემას რო კარგავს ეგ ადამიანი, იმან გადაიჯვამს თავზე. ამიტომ ყოველთვის უნდა შევახსენოთ ვიღაც ტიპებს, რომ იცი რა, შენ ჩვენ გამოხარ ეგეთი. და всё. თუ არ შევახსენეთ, აზრი არ აქვს. კარგი. მე წავალ და დავიცინებ. კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან მიყვარხართ. არხი გამოიწერეთ თუ შეიძლება. Kisaji-ზე გადავედი დონაციის ფონდში და თუ ახამდე ბანკებზე წვალობდით, მე იმას ვიზავ რა. მე იმას ვიზავ, ახლა მამაჩემი მეჩხუბებოდა აღროვლი ახოვრობაო, იმიტომ რომ სიგარეტს ეწევია ოთახშიო და წავალ და მამაჩემს ვეჩხუბებ. ჩვენ ჩხუბი ბევრად უფრო healthy არის. კარგად იყავით.